თავიდანვე რომ ნათელი გავხადოთ, ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს არც შიდა წყაროებიდან, არც არსაიდან იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნაბიჯის გადადგმა იგეგმება ამ მიმართულებით, რომ ზიამაღლობელს ან სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, სინისის პატიმრებს შეიწყალებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ასეთი ტრადიცია არსებობს, რომ აქამდე ყოველ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტები იწყალებდნენ ხოლმე შეწყალების აქტს გამოსცემდნენ პატიმრებთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია, მაგრამ გვაქვს განცდა იმისა, რომ თუ ვინმე არის ამ აქტის რაღაცა ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად არ აქვს ამის მნიშვნელობა შეწყალების აქტი იქნება ეს თუ რა იქნება, ანუ გამოსაშვები ამ საპყრობილეებიდან არიან სწორედ ეს ადამიანები. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ ქალთა მეხუთე კოლონიასთან და ველით იმას, ყოველგვარი კიდევ ერთხელ დავაზუსტებ ინფორმაციის გარეშე, ველით იმას, რომ ზიამაღლობელი უნდა იყოს გათავისუფლებული. კი ბატონო, ზურა, ხომ არ გაქვს ინფორმაცია თავად ქალბატონ მზიას განწყობა როგორი არის ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად თუ ჰქონდა მოლოდინი, რომ არის დღეს შესაძლოა მან პატიმრობა დატოვოს, აი პატიმრობაში ყოფნის 1 წლის თავზე. როგორც მე ვიცი, მას არანაირი მოლოდინი არ აქვს გათავისუფლების, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ ვარ მეც, აქ არიან ჩემი კოლეგებიც, აქვე ზოგჯერ მანქანებში ვხედავთ, რომ არ გავიყინოთ, ზოგჯერ გადმოვდივართ გარეთ, რამდენიმე ათეული ჟურნალისტი, მისი კოლეგა, ნაწილი იმისთვის, რომ გავაშუქოთ და სხვა ადამიანებს ვოცნობოთ ეს ამბავი, ნაწილი იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვხატოთ მზიას მიმართ, ვართ აქ და ვუცდით, ოღონდ ზუსტად რას კარგად არ ვიცით. კი ბატონო, ზურა, თუ მოხდა მართლაც ისე, აი როგორც თქვენ თქვით, რომ თუ ვინმე არის გამოსაშვები ციხიდან არიან სწორედ ეს ადამიანები, ქალბატონ მზიაც და სხვა პოლიტიკური პატიმრებიც, ეს რა ტიპის, როგორ ითარგმნება თქვენთვის, მაშინ ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება, ივანიშვილს ვახსენებ, იმიტომ რომ როგორც მათი პატიმრობა იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება, ასევე მათი გარეთ გამოსვლაც იქნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აი როგორ თარგმნით ამას თქვენ, აი რა ნაბიჯი იქნება ეს ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც აქვე აღნიშნავ, რომ თავადაც ხელი შეუწყო იმ განწყობის არსებობას, თუნდაც დღეს რომ შესაძლოა შესაწყალთა სიაში სინდისის პატიმრებიც ვიხილოთ. ვიცით, ზოგადად მე მიჭირს ქართული ოცნების პოლიტიკური ლოგიკის გაგება, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ლოგიკის საწინააღმდეგოდ იქცევიან ხოლმე, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის ამ სიტყვის ყველაზე ესეთი ცუდი გაგებით, თუნდაც ესეთი პრაგმატული საკუთარი თავისთვის მომგებიანობის გაგებით, მათ არ უნდა სურდეთ წესით ამდენი პოლიტიკური პატიმარი ციხეში, განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით არიან აღიარებული და მიჩნეული როგორც სინდისის პატიმრები, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების პატიმრები. სულ სიზმარში რომ დაუშვა, რომ მე ვიყო მათ ადგილას, არ მენდომებოდა და მენდომებოდა, რომ ნებისმიერი საბაბი გამომეყენებინა იმისთვის, რომ ისინი გამეთავისუფლებინა. ვნახოთ, შესაძლოა აქ ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკურ ლოგიკას რა ვიცი, ჩაგრავდეს სხვა ტიპის მოსაზრებები, პირადი დამოკიდებულებები, ან რა ვიცი, მათი შეხედულებები სხვანაირია პოლიტიკურ პრაგმატიზმთან დაკავშირებით. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მაგრამ სწორედ აი ამ ზოგადი კანონზომიერებიდან გამომდინარე გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა ვიხილოთ რამდენიმე მათგანი მაინც გარეთ დღეს. კი ბატონო, გასაგებია, სხვა ტიპის არანაირი ინფორმაცია არ არის, ხომ ზურა, არ ვიცი, როდემდე აპირებთ იქ ყოფნას? არა, ჩვენ ვცდილობთ, მუდმივად ვცდილობთ, რომ დაუკავშირდეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იუსტიციის სამინისტროს, რა ვიცი, ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ გადაწყვეტილებასთან, ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან, მაგრამ, ნუ რა ვიცი, მათი პასუხი არის ისეთი, რომ აი კანონით დადგენილი წესებით ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, ანუ ის ცნობილია, რომ შეწყალების აქტი იქნება. როგორც წესი, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი ყოველთვის არის, მაგრამ ვინ იქნება ამ სიაში, ეგ არ ვიცით. კი ბატონო, გასაგებია. დიდი მადლობა ზურა, მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღე გადაცემაში მონაწილეობა. ზურა ვარდიაშვილს ვუსმენთ პირდაპირ.